სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში პრემიერა შედგა. სპექტაკლი წარმოდგენილი იყო თეატრში ათონელზე. მაყურებელმა იხილა ერთმოქმედებიანი პიესა „ქალი“, რომლის დამდგმელი რეჟისორი და მუსიკალური განფორმებელია ლილი ბურბუთაშვილი. მთავარ როლს ასრულებს ეკა არჩაია. სპექტაკლში ასევე მონაწილეობენ სოხუმის თეატრის დასის მსახიობები. მოქმედების ადგილი აეროპორტია. მთავარი მოქმედი პირი უცნაური, ეგზალტირებული, ენერგიული და ხშირად შემტევი. ხანდახან კი უსუსური და უმწეო ქალბატონია. ეს მოგეხსენებათ სოხუმის გამსახურდიას სახელობის თეატრში დაიდგა. სოხუმის დასის მსახიობები მონაწილეობენ. ძალიან საინტერესო იყო მათთან ურთიერთობა და მუშაობა. მთავარ როლში არის ეკა არჩაია, რომელიც შეიძლება ითქვას პირველად არის ასეთ სერიოზული სამუშაო პირველად აქ თეატრში. ეს არის ერთ ქალზე. პიესას ჩემი გახლავთ და მე თვითონ დავდგე სპექტაკლი. თამაშდება სცენები, როგორ წარმოედგინა და როგორ უნდა და რო ყოფილიყო და სინამდვილეში ქალები ძალიან ბევრს ვოცნებობთ ხოლმე და არ ხდება ის ოცნებები და ამიტომ ჩვენ იმ ოცნებებსაც ვთამაშობთ და იმასაც რაც რეალობაში მოხდა. მე იქ მარს ვთამაშობ. ეს არის ტრადიციული ოჯახი. ანუ საზღვარგარეთის თემას ეხება ეს ჩვენს ემიგრანტებს ეხება. მე რაღაცას ვიტყვი რომ ამ სპექტაკლით ჩვენ რისით მას გვინდა და რაც არის ეს სათქმელი ეს არის რომ საუბედუროთ ესე არის ხოლმე რა. ანუ ერთი კარგი ცხოვრება როგორც უდათ მთავრდება. პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ქალაქ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ხელშეწყობით. ნახავთ ის შემოგვარდა მოგვიერთება.